დილა მშვიდობის. როგორ ხართ გოგოებო? მინდა ხო. როდის და რა დროს და რანაირად და რა ჟამს იწვიმა არ ვიცი. ერთ პრინციპში რაც გავიგებდი 11 საათზე რომ დავწექი ისე ამონქრა რომ ბომბი რო ჩამოვარდნილიყო ვერ გავიგებდი. აი ეს ყავა და შაქარინო ცოტა მაღლა მოუდგა. რატო აბა? ორი, აი მაგიტო. დაკუზების პრობლემა მაქვს. ეხლა დავდევ ყავას და დავხატო. მაგნახატსაც ჩავაბარებ პატრონს. 1 2 და ოპასა. აი ესე გაგწევთ ცოტა შორს. თორე ჩავიცვი რა ეს იუბკა, კაბა. და წესით ეს მაქვს მუხლებზე ოდნავ ქვემოთ წესით. მაგრამ ეხლა ამეწია. და ესე ვშვრები და რომ მოძრავ კისერზე მეხვევა. ხო და რას ვამბობდი? როდის გაწვიმდა ვერ გავიგე თქო. ხო და რა ვერ გავიგე როდის გაწვიმდა? ცივა გრილა. ციას ჩამოველი მე ესე გაღლეტილ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ზერო დავინახე, მეგონა რომ მეთქი და. ხო და ეხლა ამას ხო ვაკეთებ, მაგრამ თვალწინ რა მიდგა თქვენი აზრით? კი ბატონო, ხალათი. რა რიცით ეხლა რომ ხალათი უნდა ჩავიწვა? ასხია, ჩასაყრელი მაქყავა. ეხლა დღეს შეიძლება მომთილი მოვიდეს და დაველოდობთ კი ყავაზე, მაგრამ მე ვიფიქრე რომ კაი ხო იმასთან ერთადაც დავდებ რა. ეცერიანი. საჭმელს აჭამს ხოლმე. მე დილით ავჭამ და საღამოთო. ხო და ფლია ქნა როდის დაჭამოს იცის. ყავაზე კი უარს არ ამბობს. აი რა კაი გოგო ვარ, აი ეს ვარ დამეზარა და აი საფქენი დავრეცხე ჯურჯელი. გუშინ ხატვას რომ მოვჩი. დავიძინო წავიდე და რაღაცები გავაკეთე მაინც და კაი გავაკეთე. ეხლა მაღლა ავიტანა მე თორე მასაცი აქვს. ისიც საფქენი გადავწმინდე დაბლაკო ის მაგიდა და სკამი. მაღლაც ის მაგიდა გადავწმინდე პლოშეტკაზე რომ მიდგა თავის ტახტთან ერთად. მაგრამ ეხლა ვფიქრობ რომ მეგონი ჟივი და ჯობია. ან ხალათი უნდა ჩავწვიო. თან გარეთ მინდა დაჭდომა, აღარ მინდა ეს შიგნით ყოფნა. აი ეს იცი რომელია? შორე, აი რომ ამ მეშვირება ხოლმე ზუსტად ეს არის. ეხლა რაღაცა ესე უნდა. აიცა? აი ეს. ხო, ქათმებზე მეკითხებით რა შვებია შენი ქათმებიო. რა შვებიან ხალხი და ძალიან კარგად იქცევიან სხვათა შორის, გამოვიდნენ მდგომარეობიდან, ჭამენ, ქექავენ, ანუ ფეხის გაქნებაც კი შეუძლიათ, რომ ამოქექონ რაღაცა მიწიდან და შეჭამონ. გადავიდნენ ზღვის ბულინგზე. ასე რომ თლიანობაში არაუშავო კარგად არიან. ხო და გუშინ ერთმა ინერვიულა იგენი რა საყიდელი იყო რა და დაწყმადი ქალბატონო. იმიტომ რომ 20 ლარი ამაგ შვიცარში გადახდილი და რამე რომ მოვიდეთ ვფიქრობ საიდან უნდა ავადაზღაურო. მაშინ მე მეგონა რომ მოვიდო რომ სხავდი გალიიდან სანამ მიუტრიალდებოდი იმ კაცს და ნახვამდის ვეტყოდი ვიცოდი რომ მოკდებოდნენ რა.
შენივერ გამოიყურებიან. ეგ კი არა მაგჯიშის მომრავლებას ვაპირებ. ადუღდი ხა. დასცინეთ თქვენ დასცინეთ ვერ დამიდეს ორი კვერცხი მომაკვდავება და მე რა სიზავენ ეგენი. ჰა? სხვათა შორის გუშინ ვუყურებდი იმას. ბევრს გეყოლება თან გამოწელი ან ნანახი ან რაღაცა მოკლედ ინდოელი ბიჭია არუნ ქანი, მე მგონი, არუნი ქვია მგონი. ქანი კიდე რა ყველა ინდოელი ქანია. ვისაც უცნობს უქანი, ვიცნობ რა და მსახიობებს უქანები არიან. ერთი დედმამიშვილები არის. ხო და კვერცხზე იყოლები თათამდე და იმას გადუღდი და ანუ ორსულმაო დღეში 3 კვერცხი დაიწვდა ჭამს. რომელიც პირდაპირ კავშირშია კვერცხი კი არა ზოგადად ცილა და ხო არის სხვადასხვა პროდუქტებში სხვადასხვა რაოდენობის რაღაცა კვერცხი არის უმდიდრესი ცილა რომელიც მოქმედებს ნაყოფის ტვინზე რომელიც რაც უფრო კარგად ვითარდება ნაყოფის ტვინი მაგაზე ჰქონდა ვიდეო რა ზოგადად ეხლა რაღაცეები ვიდეოები რომ ხდება სულ ბავშვზე პატარაზე ხო იცით რა როგორ იცის Google-მა ელემენტარულ რაღაცა რო გაინტერესებს TikTok-ზე, Facebook-ზე, YouTube-ზე რაღაცა ეგეთებს შემოგთავაზებს ხოლმე. Google-ი გისმენს ერთად. დავედით რამე ხოლმე მქონდა ტელეფონი გუშინ ანუშკის მოწვდილი ჭინჭარი ხო გავაკეთე და დაგვრჩა მარტო აი ეს ერთი ბეწოღი. ხო და იმდენად მოეწონათ რომ ხო ფიქრობ გადავიდეს სადღაცას უნდა იყოს წესით ჭინჭარი და დავკრიბ. არ დავღარო. აქ რო დავჯდე კიდე ვიცი ტვინი უნდა იყოს. იქ 24 მამალი რო ყვირის. იქ აჰა ინდაური რო ლოყლოყებს. და რა ვიცი, დაიგრილა, მართლა გრილა. თორე დავაყია მიდი აქ დასაჯდებოდ. პროშატკაზე კი შეიძლება. ხალათი შემოვიხვიო და ისე დავჭიდე. წაველით მაშინ. აი ესეთ ამინჩი მიყვარს ეზოს დაგვა, იმიტომ რომ არის მორწყული, ანუ სველი არ არის, რაღაც ამშრალებულია და არ მტვერდება. ამიტომ ეგ საქმეც გავაკეთეთ. დილით. ფეხთან დაკავშირებით ჩემმა გინეკოლოგმა რაღაცა მაზი გამომიწერა ანთების წასასწრებელი ტკივილგამაყუჩებელი ფიზიკურად სხვა არაფერი შანსი არ არის რომ მოგცეო არ არსებულიაო რომ შენ სხვა რაღაცა მოგცეო ხო და დავგუგლებ ნახე და 35 თორმეტ დღეს სადაც მიხალათი სადიქნება მაგარი ხო და ვიყიდი რა მერე შეიძლება ხვალანზე მომიწევს თბილისში წასვლა ნინოს წაყვანა და ვიყიდი და ვნახოთ რა სიზავს აქ დაგაყენებთ და დავჯდები აი ამისთვის მეშინო და წვიმა მასკები როგორ მაქვს დალაგებული არ არის დასველებო ერთი ხა უკვე ცოტა ხანში აი კარგა რო გამოვამზე ავკრეფავ ამ სარეცხსაც და ესე დავჯდე თუ ცოტა გამოვწიო მაგიდა ეგეც შეიძლება აბა მოდით ორი წამი არა თქვენ კი არა ეს უნდა ამიღო ყავა უნდა ამეკონტიალებინა ორი წუთით და თქვენ გამოგაჩუჩოთ არსა დაწხვიდეთ აი ესე ცოტა ესა ვისაც ნერვები ეშლება ჩემი მამლების ყივილზე არ მიყუროთ ხალხო იმიტომ რომ მეც ნერვები ვეშლებათ ჩადე ცალი რადგან
მომეც თუ გინდა იქ ნემსი ეგევე არის ჩაჭმული მშავ ძაფში მესამე უჯრაში მარჯვენა მხარეს. არაც ცივა სხვათა შორის, მაგრამ მაინც მოვიხურებ. ამ დღეებში ბაზრობისკენ წავალ. მანამდე უფრო სწორად სულ ყველას ვისაც კი ნასკი აქ გადაუყრი და ახლებს. ეხა ესე ვიჯდე? ვითო დავჯექი ლამაზად. აზრი არ აქვს. არა, აზრი არ აქვს. წინ მოვიწევ. აი ესე მოვიწევ, იმიტომ რომ ეს ზემოდან მიჭყუტუნებს. აი ესე. აი ესე კაია. აი ხაი ნასკებსაც რო იმას ვიზავივანი ავკრეფავ ნახეთ რომლებიც ძველებია რაღაცეებია. კი არის ხევა იმაზე ნაკერი რო აქ წინ თითებთან. ირღვევა. ნინოსაც უნდა მოვაყრებინო და ვანახებინო. აქ ძველი ნასკები. იცი როგორი ძველები? აი ალბათ 6 წელს ცოტა არა ფუჭდება ის ნასკები. უბრალოდ დაუპატარავდა და მაინც ულაგია. აი მეგებს თუ გადავყრი. თუ პაჭკას უყი. იმ ხელა ფასი ღირს, მაგრამ აი ესე კალგოტკასავით მისთვის ხლები. ეს ეხლა დილით დავხატავ ნახატს. ჯერ პერსასუს ჩავთავ, იმიტომ რომ არ შემიძლია მან დაჭდომა თუ არ მივასუp თავის ცოტა. ხო და ბარბარიც ტაძარშია. თორე დავავალე. ხო და მე დავწერ პოსტს, რომ ცოტა დაუჩქარონ მოტანა, რომ წინაზე ამ დროს მქონდა 20-ზე ზემოთ საროჭკა დახატული. ხო და ეხა კი ანუ შესაბამისად ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე მიჭირს დახატვა და რაღაცა და რა. ყოველ შემთხვევაში ეხა მაგ გუში დავდე მე-10. ხო და უბრალოდ იცი რას ვამბობ, მე ბოლოს იციან ხოლმე მოტანა რა და ესე პოსტი თუ არ დავდე. ბოლოს რომ მომიტანე ფიზიკურად ერთ კვირაში 20 საროჭკა რომ მომიტანო, ვერ დავხატავ, შანსი არის. არ არსებული. ხო და დღეს თუ მომიტანეს კიდე ერთი შემიძლია. აი შაბათ კვირას უფრო შემიძლია ხოლმე რომ რამდენიმე დავხატო. ვიღაც იწევს დილით. ივანე, როდის უნდა დავრეგისტრირდეთ? მე რა? ხო, თორე გაგვეპარება დღეს ხვალ და ეგ არის მორჩა. ხალხი დარეგისტრირდა უკვე, მარტო შეგახარე. თქვენებიც დარეგისტრირდა ყველა. თავი არ დავივარცხნია, ჩემ ცუდ ქალობას ვამბობ. სადაც ჯიბე უნდა გქონდეს. ის რა არის? სამტავი კი. გაშას გუში ხელი გაიჭერა. საჩამიდია. კარგი გათენდა ვაიმე ღმერთო ჩემო. ცოტა მაღლაადია, არა ჩანხარ მან. რა გვაქვს? ლახტი. ეგრეთი. ლახტი რა თქმა, აი ეს წაიღეს ეს. სადღაციდან გამოიწერე თემუდან სადღაციდან რაღაცაა რა. სადღაცასა მაგ კაი ლახტია სხვათა შორის, უნდა მეხტულა. როგორი დიდია, კაი. როგორც ანახა არ ვიცი სადაა. უი, გუშინ იყო მართლა თემუზე როგორ რაღაცას გამოიწერ. ან ზოგადად ნებისმიერ რაღაცაზე რომ გამოიწერ ამეს. ბანკებმა გადაწყვიტეს რომ მოდიო სარგებელი ვნახოთო და პროცენტი დაგაკლდებათ, ანუ ხო და ზუსტად რამდენი არ ვიცი. მაგრამ ანუ რო გამოიწერთ რაღაცას თემუ იქნება AliExpress-ი თუ სხვადასხვა ისინი საქართველოს ბანკმა და TBC. მე მგონი ეგ ორი ბანკი იყო თუ არ ვცდები.
საინფორმაციოშიც იყო და TikTok-საც ვნახე. პროცენტს ჩამოგაჭრია. ანუ შეიძლება გამოიწერო 40 ლარის და 10 ლარის მომსახურება წაიღო სიმანდ. რავი. საუკუნე კი აღარაფერი არ გამომიწერია, რავი, რა უნდა გამომიწერო. თავიდან იყო ხო იცი ბუმი იმისი. მაგრამ მართლა ეხლა რასაც ვიწერ ხოლმე, კაი რაღაცები, მართლა კაი რაღაცებს ვიწერ ხოლმე. ეხლა სამზადირითაც სამზარეულოს ჭიხლი პიტოებს. ხო და. რა მე შევალა ვნახოთ. იქნებ რამცხა რამე გამოვიწეროთ კიდე. მაგრამ ჯერ აღარ გვინდა. დღეს არის ცხია 17. 17 ხო? უი, 19 ყოფილა, ის ორი დღე რა იქნა ხალხო. ის ორი დღე რა იქნა? რატო მეგონა დღეს იყო? ეს უნდა გაიზომოს, სად არის? რაღა დაგიბალოთ ცუდა თავზია. ამას მიატანა კაცი რამის. კი, მაგ რაღაცები, მაგრამ იყოს ჩასვლა მეზარი. უფ. მე მგონი ნენელა მოვიდა გაზაფხული. კალენდრულად კი კაი ხნის მოსულია. მარტი და აპრილიც გავიდა შუაში უკვე, მაგრამ ჯერ სიცივეების და იმის ფონზე, თოვლის ფონზე ვერ ვიგზენთ გაზაფხულის ვერაფერი. ხო და რაღაც აი მოდის რა. ძალსესა და ძალსეს თოვლი. ნენელა მოახლოვდა დრო და ჟამი იმის, რომ რაღაცები ვიყიდო. აი ბოლოზარს რო ჩავათავრებ, ბოლოზარის პერანგებს და თვითონ ბოლოზარს რო ჩავამთავრებ. მერე მას ვზავარია. დავიწყებ რაღაცების შეძენას, რაღაცები უნდა მაჩუქონ. და რაღაცებსაც ვიყიდი, რაც საჭიროა, რაც დამჭირდება. ძალიან კარგად ხმარობდი ხოლმე იმას პილიონკებს, რო ვახვევდი, იცი რა საყვარლები იყო ხოლმე. მუთაქებივით. სახმარად მასაც კარგი იყო, არ გიღლარდებოდნენ ფეხელებში, იხელის ქნება, ფეხის ქნება. ნინო არ შემიხვევია, მაგრამ ის იმორს ვახვევდი ხოლმე. რატო არ ვიცი, მაგრამ შენიოთ ვახვევდი ხოლმე და დავდებდი მუთაქასავი. ივანეს ძალიან უნდა რომ იგრძნოს, როცა მოძრაობს. მაგრამ როცა იმას ისავს ხოლმე, ისო ხელს დავადებო იმ დროს არ არსებულია გატოკდეს. უშილაშას მიატყა. ნინოსაც ადრე ვანახე, ვაგრძნობინე. ხო და ივანესთან და ბარბარესთან ჩერდება. ცოცხალთავით არა ტოკავს. მოლე ვუთხარი რომ წინაზე რომ სამივე მეთქი თქვი, თან დაწერეთ მეთქი, რომ მე ვიდეო სახითაც გავაკეთებ, მე და შევინახოთ და ვნახოთ ვისი გაამართლებს, თუ ვის ემგვანება, ან რაფერი თვალები ექნება. თვალებზე იმიტომ რომ ჩემ გენეტიკაშიც და ალაშას მხრიდანაც გენეტიკაში არის სხვადასხვა ფერის თვალები, ჭრელი რაღაცნაირი თვალები არის, როგორც აქეთ იგი ჩემსკე. ჩემს აქციის ფერი თვალ, ჩემს მიშიც აქვს რაღაც ესეთი მწვანე თვალები, მამა ჩემს აქვს ეგეთი რაღაცნაირი თვალები, ჩემს ძმას შავი თვალები აქვს, მეორე ძმას აი ბიძინას ჩემ მამამთიც იცი როგორი თვალები აქვს, ქამელეონი. ნინოც გავს თითქოს, მაგრამ რო დააკვირდი სხვადასხვა ფერის თვალები აქვს. ნინოც მასე იყო, რასაც ჩავაცვევდი ის იმ ფერზე მიდიოდა ის თვალებიც. ივანეს ყავისფერი თვალები აქვს, ბარბარეს შავი, ანუ სხვადასხვანაირები არის, სხვა სტილისები. და ანუ არის იმის შანსი, რომ ან სრულიად განსხვავებული იყოს. ივანე ქერა დაიბადა, მაგრამ არც ის ნინო უფრო ქერა იყო, ნინო სუყითელი მზისფერი თმები ჰქონდა.
ბარბარე სრულიად შავი იყო, შავგვრემანი კანი ჰქონდა, შავი თმები ჰქონდა და მახსოვს ეს ყურებზეც კი თმები ჰქონდა, რასაცილო იყო ხო? პატარა მაიმუნივით იყო. აი სულ სხვადასხვანაირები იყვნენ რა და მაგიტომ დიდი შანსია რომელიმეს გავდეს, ან სრულიად სხვა იყოს და სრულიად განსხვავებული. და შევინახავთ კი მაგ ვიდეოს მოგონებად. აი ასე. წავედი ახლა რას ვაკეთებ? ელემენტარული შემოვლა გავაკეთე ოთახში და დავიწყო ხატვა. ბედნიერი დღე ყველას. შემოგიქროლებთ კიდე, ნახატს განახებთ ყველა ვარიანტში. დროებით.